აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჟურნალისტებმა დღეს შეხვედრა თელავის მედია კაფეში გამართეს მოლდოველი, უკრაინელი და ბელორუსი ჟურნალისტები თელავში აღმოსავლეთ ევროპული საგაზეთო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში იმყოფებიან. როგორც Deutsche Welle აკადემიის წარმომადგენელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, პროექტის მიზანი მონაწილე ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობაა. პროექტის მონაწილეები სწორედ Deutsche Welle აკადემიის მიერ შერჩეულ ბეჭდური მედიის წარმომადგენლები არიან. შეხვედრას დაესწრო თელავის ვიცე-მერი თენგიზ მთვარელიშვილიც. ჩვენ ვართ ჯგუფი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებულია ჟურნალისტებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. შეხვედრებს ვმართავთ პროექტის მონაწილე ყველა ქვეყანაში. ახლა ჩვენ ვართ თელავში და დაინტერესებული ვართ სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერით. ძირითადად ინფორმაციას ჩვენი ქართველი კოლეგებისგან ვიღებთ. ასევე ვაპირებთ შევხვდეთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს და თქვენი ქალაქის მერს. ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროექტები სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია. Then we've been to Ukraine. I'm very glad to be here. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ საქართველოში. თქვენ იცით, რომ ჩვენს ქვეყანაში ახლა ომია. დღეს აქ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა როლი გვაკისრია ჟურნალისტებს ამ მეტად რთულ სიტუაციაში. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ ადამიანებს და დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას. ასევე თქვენს და ყველა იმ ქვეყანას, რომელიც ჩართულია აღნიშნულ პროექტში. Journalists can to do. მათი ვიზიტის მიზანი არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჟურნალისტებს შორის დამყარდეს ურთიერთკონტაქტი, ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიც არის მოლდოვა, საქართველო, უკრაინა, მათ შორის მონაწილეობს ბელარუსიაც ასევე და ყავს რუსეთის წარმომადგენელიც. ძალიან საინტერესო შეხვედრებია. ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში ვიმყოფებოდით ბრიუსელში, ასევე ვიყავით სტრასბურგში და ნახეთ ადგილზე გავეცანით კონკრეტულად როგორ მუშაობენ ევროკავშირის სტრუქტურები და ევროპული სტრუქტურები.